საკუთარი სულიერი განვითარების ძიებაში არის ის, რომ ადამიანი დამოკიდებული ხდება რაღაცა სუბსტანციაზე, რომელიც შვებას აძლევს. მე შენთან საუბარში გავიგე რომ ბალიზე იყავი. ბალიზე ვიყავი რეაბილიტაციაში, ანუ რეჰაბში ვიყავი ალკოჰოლის და სხვა ნივთიერების დამოკიდებულის გამო და ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის რაღაც კლუბური ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი. აი მე ესე იგი თბილისში ვინც ის კლუბურ ნარკოტიკს ჯობია არ თადოს, იმიტომ რომ ძალიან საშინელებაა. იყო რაღაცა კლუბები ესე იგი და მივდიოდით ხოლმე აი ესე ვცვალდით იმ უშუქობის პერიოდში მკვლელობები იყო, ვერავის ისე მაგ დროს როგორ ერთობოდი ხოლმე, ანუ რო იცოდი რომ გარეთ მკვლელობები იყო და ჩხუბები იყო აი ბნელ 90-იანებში. მაგიდის ქვეშ ვიჯექი და სროლა იყო, აი დაიქცა იქაურობა ისესა და დაცვა იყო რაფაელა ერთი და ისე იგდო, ესე იგი უცელი ქონდა გამოჭრილი ნაწლავები ეყარა. რაღაცა მეტი ხალისი იყო თუ პატარა რო ვიყავი ასაკით. შეიძლება ნოსტალგიის ამბავიც არის. ხო, რა ვიცი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. სანამ ინტერვიუ დაიწყება, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი ინტერვიუ უფრო დიდ აუდიტორიაზე გავიდეს. დღეს ჩვენი სტუმარია სალიკო ბერგერი. მოგესალმებით. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? კარგად ვადობა. აი მოვედი თითქოსში სტუმრად და გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გადააზიარეთ. YouTube-ს ისე რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში ახლა? YouTube-ს ბოლო ხანები, ბოლო ალბათ რამდენიმე წელია, შეიძლება უკვე ითქვას, საკმაოდ აქტიური მომხმარებელი გავხდი, ანუ ბინა სადაც აი ჩვენ დილის გადაცემას ჩავწერეთ, რომ შევიძინე, აღმოჩნდა რომ TV არ მაქვს და ისე რომ YouTube-ს აჩვენებ და მარტო და აი მე გავხდი უფრო YouTube-ის აქტიური მომხმარებელი და მაყურებელი. და კაია ახლა ქართული YouTube-ი შენი აზრით? ქართულ YouTube-ზე მოგეხსენებათ ახალგაზრდულ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ბევრი არაცენზურული სიტყვებით მოგეხსენიე ზოგი YouTuberi და ბევრი ნაწერი დარჩა, მაგრამ მეთია არა უშავს, როდესაც უზრუნველყოფ სიტყვას ვამბობ, ესეც სასაცილოდ ჩანს ხოლმე ესეც აფრიშზე შენთან იქ სატელევიზიო ინტერვიუში და ეხლა შემიძლია გავიმეორო და იმედია ნაწენი არავინ დარჩა და ქართული YouTube-ი, ანუ რა ვიცი, აი ეს ამერიკაში ვიყავი რამდენიმე წლის წინ და ჩემ მეგობარს Lamborghini ყავს და იქ რაღაც ძალიან დიდი სისწრაფით მივდიოდით რაღაცა ვიდეო დავდე და ბიზნესმენია ისე ამერიკელი, იტალიელი ებრაელია და 600,000 ნახვა ქონდა საღამოს და შეგიჟღარა ხარო მეუბნება ისა რა ქვია გამოვარდა და რაღაცა დამიყენა, გადმომიყენა ისე რამდენი ფულის გაკეთება შეგიძლიაო ესე და რაღაცა იჩალიჩა მოკლედ ისა და მეუთხარი Georgian people's love doesn't monetize. ქართული ხალხის სიყვარული არ ფულით არ ფულდება, კაროჩე. მან როგორ ახოიც ამერიკაში მონეტიზაცია დიდ თანხას წერს. ხო, მაგრამ ჩვენთან ახლა სამწუხაროდ ხო და ის რომ ანუ მაყურებელი რო ქართველი მყავდა, ის იმას იმდენს აღარ მიხდა რომ ესე იგი სამწუხაროდ მაგ მილიონმა ნახვა ვერ დაწერა, რა ქვია. კი ბატონო, გადავიდეთ კითხვებზე. გადავიდეთ. შენთვის საუკეთესო გულაობა როგორია? საუკეთესო გულაობა, რა ვიცი, წლების წინ თქვა ამ ზაფხულამდე ჯერ კიდე იყო ვეძახოდი იბიცას, ბერლინს, თავის მე რა ვიცი, საზღვარგარეთ აი ესე ვთქვათ გულაობა, ანუ რომელი სამი ნაწილისგან შედგება, ეგ არის საინტერესო. სალიკო ბერგერის საუკეთესო გულაობა. ესე იგი იწყება დასალევით. სადმე ისეთ რესტორანში ვთქვათ, მე გრძელდება კლუბში და გრძელდება დილამდე. ყველაზე მეტი რამდენი დაგილევია ალკოჰოლზე თუ არის ამბავი? აი ესე თავად მეგრელი ხარ და მეგრელების სუფრაზე მოვხვდი ერთხელ, დიდი კაცები იყვნენ და ზუგდიდელი თამადა იყო, ერთი ცნობილი თამადა ის და მეთქი ამაჯინაზე არ უნდა დავთრო მეთი. და ესე იგი რაყანწებიც დალიეს, იმათთან ერთად დავლიე, ესე იგი მთელი სუფრა დავყარე, მოკლედ მე და ერთი ჩემი ძმაკაცია მამუკამესხი, მოკლედ მე და იმან გავწელით 5 ლიტრა ღვინო დავლიე. 5 ლიტრა ღვინო დალიე? ხო. ანუ კარგი თამადაც იქნებოდი ესე რომ თუ ხარ კარგი თამადა? თამადობდი ადრე და რაღაცა ბოლო ხანებში მე მგონი თამადობა ისე აღარ არის პოპულარული კი არა და საყვარელი სადღეგრძელო რა გქონდა? საყვარელი სადღეგრძელო რა ვიცი, აი ძირითადად თუ დაბადების დღეზე ვიყავი იმ პერსონას ვის მიმართაც კაი განწყობით ვიყავი, იმას როგორც ვადღეგრძელებდი, როგორც საყვარელი სადღეგრძელო. კი ბატონო. მე შენთან საუბარში გავიგე რომ ბალიზე იყავი. ხო. როგორ შეგიძლია აღწერო იქაურობა?
ბალიზე ვიყავი რეაბილიტაციაში, ანუ რეჰაბში ვიყავი, ალკოჰოლის და სხვა ნივთიერების დამოკიდებულის გამო და ბალიზე 3 თვე ვიყავი, მოკლედ იმაში 64-ში ვიყავი, ისე მართლა ძალიან მაგარია. მართლაც ძალიან კაია, ესე იგი, აი როგორც რაღაც რუსულ პოდკასტებშია და რუსულ YouTube-ზე ისე ამბობენ, ანუ იქ ძალიან პოპულარულია ბარი რა რუსებშიც და ძალიან ბევრი რუსული მოსახლეობა კი არა, ადამიანები არიან თვითონ ბალიზეც. და ჩაფრენა მოკლედ ფრენა არის დიდი ხანი და ძვირი, დანარჩენი იქ ადგილზე ძალიან იაფია. აი ადამიანის მეშეპე თუ რა ქვია, ესე იგი, ერთი თვის შემოსავალი არის $8, წარმოიდგინე. ანუ $100-ად იმ კომედიაში რო არის რომ 50 ცენტი და ხო აი და ვფიქრობთ ეგეთია ადგილობრივად და ისე ძალიან ლამაზია აი ამ ციდან რო ჩამოდიხარ და ეს ოკეანე რო იშლება რაღაცა და ამ აი ზღვას რო ხედავ რომ წყალი გადადის ლურჯში და იქ მერე ისე მწვალეში და მერე რაღაცა ის ტალღები რო მოცულავენ ცისფერის დემოდან სასწაულის სილამაზეა. ხო და როგორი იყო ანუ შენთვის და მიზანს თუ მიაღწიე? მიზანს მივაღწია კი ბატონო, იქ ფსიქოლოგებთან მქონდა მუშაობა და მაგ ფრებ კარგად ჩაიარა, მე ბოლო ერთ კვირა მარტო ვიყავი და ის ბოლო ერთ კვირა გამიტკმა ყველას ძალიან. მოპედის წარება ვისწავლე. საფაშორის სკროლი შევამჩნიე შენთან სახლში ძალიან დიდი. ხო. სკროლით მოძრაობ ესე იგი. სკროლით დავდივარ ხოლმე, ისე რა ჩამოვედი მოკლედ ამიდი არ დამემთხვა რა ვალიდან მოკლედ ჩამოვედი და დეპრესიაში ჩამაგდო მაგამ ბაბა. იქ რასაც შევეჩვი ანუ ნოემბრის ბოლომდე 30 გრადუსია დღე და ღამე სიცხე. 30 გრადუსი დღე და ხო, აი ღამეც 30 გრადუსია ოღონდ, გარეთ რო გამოხვალ თქვა აი ნომერში თუ ოთახში სადაც ახლა და ისა კონდიციონერი გაქვს ჩართული და მოსაწევად გარეთ რო გამოხვალ, ესე იგი ისა აი ეს ცხელი ჰაერი ღამეც რო ის არის ძალიან მძიფია. კი ბატონო, რომელ ქართველს გაატარებდი ბალიზე შენ გზას? არტული კითხვა ნამდვილად. ეგ უკვე არჩევანის ისე პირადი არჩევანის ამბავი, ამას წინათ ვუყურებდი კიდე მაგ თემაზე რაღაც პოდკასტს და ნუ დამოკიდებული ადამიანიო თვითონ სანამ არ გადაწყვიტავს რომ ამ უნდა გაჩერდეს, მანამდე აზრი არ აქვს. ანუ თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება რომ პირველ რიგში და მე ბალიზე იქნება თუ სხვა რეაბილიტაცია თუ რაღაც მთავარია საკუთარი გადაწყვეტილება. ნახეთ ჩემ თანატოლებში ხშირად მსვენია რომ საქართველოში ვერ გაერთობი. ხო. რას ეტყოდი ამ ხალხს? რა ვიცი, იცი რა ბოლო ხანებში კი არა, აი ვთქვათ ბოლო წლების განმავლობაში კიდე სადაც წავსულვარ გასართობა თბილისში, წლების წინ აი იმ გაუბედურებულ ჩემ ახალგაზრდობაში თქვენ რომ პატარები იყავით, არ დაბადებული არ იყავით. ხშირად აღნიშნავ ხოლმე რომ დაბადებული არ იყავი. ხო. ხო, იმიტომ რომ ასაკი რომ მომიმატა რაღაცა იქ ზამეცინება მაგ თემაზე და. რამდენი წლის ხარ ის? თუ საიდუმლო არ არის. ცოტა საიდუმლოა რა ვიცი, 45 გადავწყვი. 45 გადავწყვი. ხო. გამოვთვლით მე და რაღაცა საშუალოს. ხო და ის იყო რაღაცა კლუბები ესე იგი და მივდიოდით ხოლმე აი ესე ვსვავდით იმ უშუქობის პერიოდში კლუბები იყო, ვერავითი ჩხუბები იყო ისე, მაგრამ უფრო სიყვარული იყო თითქოს. ანუ რო იცოდი რომ გარეთ კლუბები იყო და ჩხუბები იყო აი ბნელ 90-იანებში. გარეთ რა სიგნითაც იყო ხოლმე ესეთი ელიტ კლუბი იყო ერთი და მაგიდასთან ბიჭაკი და იქ ცოტა ძველი ბიჭების სუფრა იყო და ერთმა მეორეს ესე ხუმრობით ადგა და პლასმასის თებში ესროლა და იმან ადგა და დიდი თებში იდო ერთი და ის თებში გადაამტრია თავზე. ისეთი ჩხუბი ატყდა ესე იგი ამ კლუბში. მაგიდის ქვეშ ვიჯექი და სროლა იყო, აი დაიქცა იქაურობა ისესა და ბოლოს შუქები გამორთეს ისა და ყველაზე ბოლო მე გამოვძვერი იმიდან. და აი ამ უშუქობაში თან სიბნე თვალწლებს გაიტანდი, კარებში ოდნავ ჩანდა შუქი და ეს დაცვა იყო რაფაელა ერთი და ის ეგდო, ესე იგი უცელი ქონდა გამოჭრილი ნაწლავები ეყარა. ამ რაფაელას გადავაბიჯეთ ამ თვალმა თან რას ვსვავდით მაშინ, მე ფაიცის რაღაცა სკიპიდას. ეხლა ყინულიანი თუ არ არის ან ცივი არ არის სასველი, ისე ამსვავდა. მაშინ მაციფრები სადუშაობდა იმაზე გენერატორზე იყო, ხო? და ხილი კიდე იყო მარტო ვაშლი იყო ხოლმე ხილის ასორტი ვთქვა, ვაშლი და პორტუგალი თუ იყო, ესე იგი ძაბდიდრული ხილის ასორტი იყო. და ერთი ვაკელის ეწი გოგო იყო ესე და ეს ვაშლი რა უთავ მოყარეო ხილია. ანუ რო ყველგან არისო. ოკეი. ხო და მე ნახე რა მაინტერესებს. ეგეთი ამბები რო ხდებოდა რა, ეხლა ადამიანი გამოფატრესო თქვი. ხო. მე ისე მეორე დღე საგულაოდ ხომ მიდიოდი ხოლმე. და ეს არ ქონდა რომ თუ იყო კიდე სადმე ესე იგი რომ გენერატორზე რომელიმე ადგილი მუშაობდა, მაშინ მივდიოდით ხოლმე. ხო და ის არ ქონდათ ფიქრი რომ ეხლა შეიძლება მეც მომივიდეს ეგეთი რაღაც თუ შენ კონფლიქტური არ ხარ. მაგრამ შენი ვიდეოებით მაგას ვერ ვიტყვით რომ კონფლიქტური არ ხარ.
არ ვიცი არა კონფლიქტური არ ყოფილი ვარ. ეგ ჩემი კიდე მაშინ ვიდეოებიცად იყო. ხო, მე ახლანდელიდან გამომაგ დასკვნა. ისე რა ქვია. ისევ მივდიოდით ვერავიცი ისევ გასართობად ის ვიღაცები ვინ წინა დღეს იჭუბეს ან რიგდებოდნენ ან პირიქით ან ისე მოდიოდნენ საჭუბრად და ესე. მაგრამ აი მოკლედ მე რაღაცა მეტი ხალისი იყო თუ პატარა რო ვიღავი ასაკით. შეიძლება ნოსტალგიის ამბავიც არის. ხო, რა ვიცი. ისე ბევრ სერიალში და ფილმში გაქვს ნათამაშები. ხო და მსახიობი ხარ შენი აზრით? სახიობური ნიჭი მაქვს ბავშვობიდან, რა ვიცი, მაგაზე ნამდვილად თუ არ ვიტყვი და რაღაცა მაგ რაც ვითამაშე მოკლედ რაღაცა როლები, ისინიც კარგად გამოვივიდა მე მგონი. და რომელია შენი აზრით შენი საუკეთესო როლი, რაც გითამაშია? ის რაც ესე იგი ყველასთვის საყვარელი და ჩემი თავი ვითამაშე პრინციპში თავზარიყო ჩემი ცოლის დაქალებში. კი ბატონო. ხო და ყველა დღემდე ვინც უყურებს მაგ სერიალს გიждდება მაგ ჩემ პერსონაჟზე და მეცნიერად ამომწონს. პრინციპში ჩემი თავი ვითამაშე, მოკლე როლი იყო, მაგრამ ესე ძალიან საყალისო. და ჩემი ცოლის დაქალებს მინდა რომ შევეხო და აი შენი პერსონაჟი ვაკის ელიტის მთავარი დიზაინერი ვინც არის. ხო. ეს რეალურ ცხოვრებაშიც ესეა? რეალურ ცხოვრებაში რაღაც პერიოდში, აი მაშინ ძველ დროში ალბათ იყო თავზარიყო ცხენიანი. რო ზალხეთურიანი. ისე რა ქვია. ცხენიანიც იქ როგორც სასაცილო იყო დახატული რა ქვია თავზარიყო და თავზარი ვითომ ზარი რო იყო და ცხენის სტანი რო ქონდა. ხო და ძალიან კომედიური იყო და თვითონ მაშინ ოღონდ ადრე როცა აი ეგ წრებით რო იყო. ადრე იყო რეალურიო და რამ შეცვალა ეგ? არა, თვითონ ადრე ანუ ქვეყანაც ესე იყო რომ რაღაცა მარტო ის რაღაცა ვთქვათ ეგრეთ წოდებული ელიტა თუ რაღაცა ის ვიწროვდით ერთმანეთს და აი ეს ხო, ეს ვიწრო წრე დადიოდა იმ რაღაცა კლუბში თუ რაღაცა აი ჩიკარო ამბობს რომ ლაგიბაშიანი მასიო. წაყვანაო და ზალიკო მაიამიშიო და ის რა ქვია. აი ეს ლაგი აი მაშინდელი კლუბები იყო ეს რაღაცა. რასაც იქ ახსენებენ ხოლმე. ბავშვობაზე მინდა კითხო, ბავშვობის ოცნებები, რომელიც აისრულე. ხო. და რომელიც ვერ აისრულე. ბავშვობის ოცნება მქონდა კინორეჟისორი გამხდარიყავი ისე პრინციპში. კინორეჟისორი. ხო. ცდილობა ქონდა მე ცხოვრებაში? აი უნივერსიტეტი კი არა, სკოლა როცა დავამთავრე, მაშინ უკვე ეს რეჟისორის ფაკულტეტები და რაღაცა ის პერიოდი იყო, რომ თეატრალური ეს ყველაფერი მოიშალა რაღაცა და სწავლის თემაც ისეთი იყო და უნივერსიტეტში ჩავაბარე სოციოლოგიაზე და ისე რომ ანუ ეგ ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ ის რასაც ეხლა ვაპირებ თქვა პოდკასტი თუ რაღაცა გავაკეთო ჩემი რაღაცა YouTube გადაცემა. მოდის ზალიკო, მეგობრებო და Oh yes. კომენტარებში დაუწერეთ რომ უფრო დააჩქაროს, იმიტომ რომ ის რო საუბრობს ხვდები რომ ჯერ არ იწყებს, მაგრამ თან უნდა რომ დაიწყოს ყოველდღე, ხო? აი მართალი ხარ ზუსტად. წამოწყებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს და წარმატებები. წარმატებები ამ პოდკასტს და ჩემსაც. კი ბატონო. ანუ პოდკასტს აპირებ? გადაცემას ალბათ ჩემსაც, ოღონდ აი ვეღარ დავალაგე. ძირითადად როგორი იქნება. დაინენა და მაგის აკუმულირების პერიოდში ვარ და ისე რომ ჯამში აუცილებლად გავაკეთებ. კარგი, ბავშვობას რადგან შევეხე თინეიჯერობის ასაკში. ვინ იყო შენი ცნობილი ქრაში? ჩემი თინეიჯერობის ასაკში? შეიძლება შენ არ იცოდე, იმიტომ რომ შენზე ორჯერ დიდი ვარო, ეხლა მეტყვის ნახე. მაშინდელი ჩემ ბავშვობაში ისინი იყო მაგნიტოფონის კასეტები და იმას რა ქვია, მივდიოდი 55 სკოლის წინ ვაკეში, ის იყო მიწისძვრაზე გასასვლელი და იქ იყიდებოდა ისინი რა ქვია, მადონას და მაიკლ ჯექსონის საფოტოები, იმას ყიდულობდი. თინეიჯერობა ალბათ მაგ პერიოდს ქვია, ხო და უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე და უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, მე უკვე აი ომი რო დაიწყო და უბრალოდ ომი დამთავრებული იყო რაღაცა და ძალიან ცუდი პერიოდი იყო, მოკლედ ამ გაყინულ აი აუდიტორიებში, აი მე რაღაცა საშინელება ისე რა ქვია. ანუ მაგ ცუდ პერიოდში გახდი დიზაინერი. ხო. ხორთული იყო. კი. და აი დაიყო ის რომ აი შენ თავს ითი დაატანე ძალა რომ ამ პერიოდში დიზაინერობით უნდა მივახციო რაღაც წარმატებას. არა, მაგაზე ალბათ არ მიფიქრია, თვითონ მოვიდა ეგ ყველაფერი ჩემთან. აი უნივერსიტეტში სწავლის დროს მეორე კურსზე, მაგ პერიოდში დავმეგობრდი ირაკლი ჩარკვიანთან მომღერალთან და მხატვრებთან, ცნობილ მხატვრებთან მაშინ ვინც იყვნენ და გავაკეთე ეს პოსტმოდერნისტული კოლექცია, ესე ვთქვათ. აქ თბილისში ტარდებოდა ავანგარდული მოდის ასამბლეა, სადაც გავიმარჯვე და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი მივიღე. იქ რუსი ჟურნალისტები გავიცანე, რომლებმაც მოსკოვში დამპატიჟეს, მოსკოვში ტარდებოდა ალბომოდა მაშინ. თვითმფრინავ გავფრინდით მოსკოვში, ესე იგი, მაშინ ის დრო იყო, თვითმფრინავში ხალხი ფეხზე იდგა.
მიამ დაჭრილი ნახატებით, ნუ როგორი ნახატები დავჭერი, ოღონდ იცი რომ ეხლა რო იგებენ ოლეგ ტიმჩეკო და ნიკო ცეცხლის ნახატები $50000 ღირს. აი ეგ ნახატი, ეგეთი ნახატები დავჭერი უფრო ზვირიანი კიდე, იმიტომ რომ მუზეუმში ნაყოფი ცნობილი ნახატი დავჭერი ტიმჩეკოსი და იქ მოსკოვში წარმოვადგინეთ და იქიდან დაპატიჟეს, კიევში დაპატიჟეს ფესტივალზე შობიდან შობამდე უკვე ჟიურის წევრად უსვაც. რომ რაკი საქართველოსდან ვიღავი, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჟიურის ყოფილიყო და აი ესე მოვხდი დიზაინის სფეროში. დიზაინის სფეროში ესე მოხდი და მე უკვე და მე აღარ დანებდი და გააგზელებ. თუ არც გიფიქრია, არც მიფიქრია, ხო, ანუ ყველაფერი ხო, მოვიდა ეს. თავიდან თავისით მოვიდა მართლა რომ დიზაინერობაზე მართლა არ ესე რა არის საჭირო, რომ კარგი დიზაინერი იყო. კარგი დიზაინერი რო იყო, ალბათ ჩვენ ქვეყანაში იყოთ. აქ ვიცი რა არ ვიცი, აი მე დიზაინერობა რაღაც ბოლო კოლექცია გავაკეთე Georgian Fashion Week-ზე, არა, აჭარა Fashion Week-ზე. და იქ გამოვიტანე კოლექცია და თან თავიღალი ამ კოლექციაზე მუშაობით. იმიტომ რომ იმდენი დიზაინერია, იმდენი, რომ რაღაცა დაუთვლელი და ყველას რაღაცას ცდილობს, ხო, რომ თავის წარმოაჩინოს და რაღაცა და ჩემ ბავშვობაში ორი ვიყავით თუ სამი, ეხლა რაღაცა არის 300. ვინ იყავით სამი ქართველები? აი მაშინ ავტოცვიტელიძე და მაკასათიანი. და ზალიგო ბერგერი. ხო. ხო და დღეს არის ბედრამალითაც უნდა მეთქვა. უნდა მეთქვა. დაუთვლელი ბრენდები თუ რა ქვია, დაუთვლელი დიზაინერების რაოდენობა, დაუთვლელი fashion week-ების რაღაცა და ბოლო fashion week-ში მონაწილეობა რომ მივიღე, ვიწვალე მოკლედ რაღაცა რომ პარიზელი ბაიერები ჩამოდიანო ესა რაღაცა და ზაფხულში გავაკეთე ზამთრის კოლექცია, ზამთრის ნაჭრებით ისე და რაღაცა ბაიერები თვითონ მათხოვრები ვინ ჩამოსულები იყვნენ საქართველოში. რა ვიცი, იმის გულისთვის რომ რაღაცა პატარა სტატიებში სადღაც მოგიხსენიოს ვიღაცა ბლოგერმა, ნამდვილად რაღაცა სისულელია ამ ხელო კოლექციის და ნერვების სვლა და თუ რაღაცა ისეთი იქნება, რა ვიცი, შესაძლებლობა ისეთი კოლექციის გაკეთების, რა ვიცი, შეიძლება. ნუ ქართველი დიზაინერებიდან, ნუ ქართველი დიზაინერი არც არის ალბათ დემნა გვასალია, ქართველ დიზაინერად არ მოიხსენება მსოფლიო დიზაინერია. ნუ წარმოშობით არის ქართველი, ხო? კი ბატონო. წარმატებული დიზაინერი ხარ, კიდევ ერთხელ ახსენოთ და ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისაც შენი დიზაინით შეკერილი ტანისამოსი ეცვა? რავი, ქეთათოფურია ალბათ. ქეთათოფური არის ყველაზე ცნობილი? ალბათ, ხო. შენი ნუ ამ საქართველოში ბევრი, მაგრამ ქეთათოფურია, ნუ შედავით რომ ისეთი გახდა და ნამდვილად კაია და ქეთას წარმატებები გვეხარია დღემდე. ნახე დემნაზე ახსენე და მე მაინტერესებს დემნა თუ არ შენი აზრით ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერი? ხო, როგორც ქართველი დიზაინერი, ყველაზე წარმატებული ქართველია ბავშვი, მე მგონი, საერთოდ ესე იგი სტალინის მერი ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველია. ხუჩა კვარცხელია. უი, რა თქმა უნდა. ნუ არა, დიზაინერებს შეიძლება თქვით. სტალინი და დიზაინი ხო? არა, ყველაზე ცნობილი ქართველებში მეთქი და ხუჩა კვარცხელია დამავიწყარო დღესდღეობით ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველია. ყველაზე ცნობილი ქართველია, დემნაც ხოსაც არ დაუკარგოთ, მაგრამ ხო. ხო. დემნაზე ესე აი ნიუ-იორკში ვიყავი და იქ რაღაცა პარტიზე ვიყავი, ისეთი ელიტარული fashion party იყო და ვიღაცები გავიცანი და you know I'm from country maybe you know Demna Guasali, he works for Balenciaga. იტალიელები ამბობენ Balenciagas და ისა რა ქვია. What's that he was my friend მეუბნები Demna Guasali, maybe you know that he's Romanian მეუბნება, რუმინელიაო და სავარაუდოდ ხო შეაგინე ბოლოს. არა, ისინი თავი მეგობრები, რა ქვია ესე იგი, მეტერებოდნენ იმის დედავატირებს. შენი დიზაინი თუ მოუპარავს ვინმე ცნობილ დიზაინერს? ესე ვერ ვიტყვი, არა ალბათ. არა. საქართველოს მაკდონალდსი არ გაფსულა საქართველოს ჩვენ როგორც გაჭირვებით ეს რაღაცა ამდენი ვედრამალითად პოდკასტებით კიდე ახლა რაღაცა ხალისობთ ეს პერიოდი აი ეს დიზაინერები იყვნენ ბოდაში და ყველა ვისაც არეზარებოდა ეს ავანგარდული მოდის ასამბლეა რო ტარდებოდა კიდე ესე იგი ხალხი მიდიოდა ლილოშ ყიდულობდა იმაზე რა ქვია ცელოფნის იმას რა ქვია ლარაც თქვათ მეტრ ცელოფანს და იმის გაჭუჭრიდნენ და იყვნენ ეს აბავში და ეს იყო რა ქვია კოლექციის კერვა. კი ბატონო, აი დიზაინერობა გასაგებია, მაგრამ თავისუფალი დრო როდესაც გაქვს YouTube-ის გარდა, ეხლა YouTube-ს ვიწყებ გავიგე, მაგრამ აი რითი ერთობი ხოლმე? ეხლა იცი რა ბოლო პერიოდში ვხატავ კიდეც ისე ამასობაში ნიუ-იორკში რომ ცხოვრობდი რამდენიმე რაღაც პერიოდი, იქ ეპოქსიდის შევისწავლე და ეპოქსიდისგან დავიწყე რაღაცების კეთება და გამოფენაც გავაკეთე ნიუ-იორკში მანჰეტენზე, საკმაოდ წარმატებული, ნუ მე უბრალოდ წამოვედი და თბილისშიც ვაკეთებ ამ ეპოქსიდს და ეპოქსიდზე კაი ამბავი მოვიყევი ისე ნიუ-იორკში რაც გააკეთე.
ეპოქსიდზე მომუღები, ესე იგი ეს ეპოქსიდი რთული გასაკეთებელი ADB კომპონენტებით და რაღაცა და ეს ამიდუღდა და ჩამაქციე იმაში, რა უნიტაზში, გამოთვლის და გავჭედებ მთელი რომელსაც უძებს ცხოვრობდი მე-16-ზე. ეს ორი თვე იმის გაწმენდას მოუნდა ის კორპუსი, იმიტომ რომ ისეთ წებოვანია და მდგრადი მყარი მასალა როგორიც კეთდება. შენი აზრით ჯოჯოხეთში მოხვდები თუ სამოთხეში? ჩემი აზრით მე მოვხვდები პირდაპირ პირველ წყავროსთან, სადაც ენერგია იკრიბება და არ დავიკარგები. არ დაიკარგები? არა. გჭირა ანუ სამოთხის და ჯოჯოხეთის? სამოთხის და ჯოჯოხეთის არ მჯერა იმ ქვეყანაზე რომ რაღაცა უпроსტოდ რაღაცა უარსებობს ენერგეტიკული ვთქვათ რაღაცა ნეირონულ კვანტური რაღაცა მაგით მჯერა და ვფიქრობ რომ ენერგია რომელიც გამოჩნია არ დაიკარგება. აი შენი ცხოვრების რომელი ეტაპი გახსოვს ყველაზე ცუდად? ცოტა რომ დავძიმდით. ეხლა ბოლო ხანებში ესე იგი ბარიდან რომ ჩამოვედი ეგ პერიოდი მახსოვს რაღაც საშინელად, იმიტომ რომ აი ესე იგი აგვისტოში წავედი ბალიზე და ნოემბერში ჩამოვედი თბილისში, დეკემბერის დასაწყისში ჩამოვედი თბილისში და ეს ციცივეები რო დაიწყო ვაიმე და ფილტვების ათება დამემართა და ესე იგი ამ გამოჯამრთელებულ გამოფხიზლებულზე ორი თვე მქონდა ფილტვების ანთება და საშინლად მახსენდება ეგ ბოლო პერიოდი და იგივე წლების წინ მქონდა ფილტვების ანთება დამემართა მაშინაც. ფილტვების ანთება დამემართა მაშინაც. ხო, ანუ აი ჯამრთელობას რაც ეხებოდა რა ცუდად. კი ბატონო და ყველაზე დიდი ტკივილი რომელიც დღემდე ვერ მოიშუშე თუ შეგიძლია რომ გაიხსნა. ჩვენ კი ხედავთ პოზიტიურ ზალიკოს, მაგრამ ეს მხარეც საინტერესოა ვფიქრობ. აი ესეთი ძალიან დიდი ტკივილი საბედნიეროდ არ მაქვს რაღაცა რომ რაღაცა მოსაშუშებელი მქონდა იქ ბალიზე ფსიქოლოგებთან მუშაობის დროს რაღაც ბევრ რაღაცას ეძებდა პოულობ ხო საკუთარ თავში და ის ფოთვები რაღაცა არა კარგად ყოფნა აი რაღაცა რო გაწუხებს ეს ყველაფერი ის პატარ-პატარა ტკივილები არის რომელიც ცხოვრების განმავლობაში გიგროვდება ალბათ და ეს არის დაუსრულებელი რაღაცა მოქმედებები რომლებიც რომ ვერ დასრულდა გადადის უკვე ფოთვაში რომლებიც წლების განმავლობაში გაღიზიანებს და შენზე ცუდად მოქმედებს და ეს შენი ტვინის ნეირონულ რაღაცა კვანძებში რჩება, რომელიც მერე გამოსარკვევია და ფსიქოლოგის საშუალებით თუ ფსიქოთერაპიის თუ ჰიპნოზის თუ რაღაც და აი შეიძლება მსგავსი ტკივილების და რაღაცა საკუთარი სულიერი განვითარების ძიებაში არის ის, რომ ადამიანი დამოკიდებული ხდება რაღაცა სუბსტანციაზე, რომელიც შვებას აძლევს, რომ საზოგადოებრივად შეიძლება ძალიან მხიარული იყო ესეთი 24 საათი კამპანიის გული ესე ვთქვათ და ყველას არწოვდა და რაღაცა, მაგრამ შინაგანი რაღაცეები გაწუხებდეს, რომლებიც წლების განმავლობაში კიდე გიგროვდება და ეს აკუმულირდება უფრო მეტად შენს ტვინის რაღაცა უჯრედებში, რომელიც გამოსანთავისუფლებელია. გამოანთავისუფლე შენი აზრით ბალიზე ყოფნა ით? ბოლომდე გამოთავისუფლება ალბათ ძნელია, ამას ადამიანი ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ეძებს და ნუ ისიც კიდე რომ ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე მაძებარია რაღაცა თავის თავში, რაღაცა ისეთების, რაც ეს ტკივილი იქნება თუ სიხარულები თუ რაღაცა თავის დანიშნულება, რასაც ეძებს სამყაროში, აი ამის ძებნის პერიოდში შენი სულიერი განვითარება ხდება და თვითონ უფრო უღრმავდები საკუთარ თავს. რა თქმა უნდა. ანუ როდესაც შენ თავს ესე ხო შეიძლება მაგას დავარქვათ რომ საკუთარ თავს ერევი მაგ დროს. ხო. ხო და მაგის მიღწევა ხო რთულია, მაგრამ რთულია, მაგრამ უნდა ეცადო, თორე ისე სხვანაირად არ გამოვა. ხო, ესე საქმეა ძალიან მარტივია რომ ხო, რა თქმა უნდა, უიესე ადვილად მოიშორია და მოძებნის რაღაც ნეირონულ იმაში რა ქვია სვასკარო თქვა კვანტში და ამით განთავისუფლდები. ბოლოს როდის იტირე? და თუ ტირი ხარ საერთოდ? ტირილით იშვიათად კი არა, ხანდახან ტირი ვარ ხოლმე და ბოლოს ვიტირე საქართველოში არ მგონია, მაგრამ ბალიზებით. ბალიზე არის, მაგრამ ბევრი ტრაუმა მოკლედ რა. არა, პირიქით, ესე იგი ბალიზე, აი ეს რომ რაღაცა იმდენი ხანი ამ დამოკიდებულების გამო შეწუხებული ვიყავი და რაღაცა რომ აი ზღვაში ვცურავდი და ეს ტალღები რო გეხება და რაღაცა რომ აი მაშინ ვტიროდი ბედნიერებისგან, რომ თეთრა ბედნიერი რომ ფხიზელი ვარ და ამას აღვიქვავ, ესე იგი აი ამ სიხარულს ზღვაში ოკეანეში ცურვის. ესე იქ კიდე ვულკანზე ვიყავით და ვულკანზე მზე რო ამოდიოდა, აი მაშინ ვიტირე ბედნიერებისგან, რომ თეთრა კაია რომ აი რაღაცა როგორია ეს? აი რა კაია რომ რა კარგად ხარ და აი ამ სილამაზებს ხედავ და შენს გარშემო საკმაოდ და რა ლამაზია, მაგის აქმა რო შეგიძლია. მაგას რო აღიქვავ, ანუ შენ თვითონ რომ აი თითქოს უერთდები იმ სამყაროს და რაღაცა იმ სილამაზეს, რომელიც შენს გარშემო არის, რომელიც მანამდე შეიძლება არ დაგენახა. აჰა. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ დამოკიდებულების პერიოდში
სულ რაღაცა აი ვთქვათ იბიცა რაც თქვი და აი რაც თავიდან დავიწყეთ რომ რითი ერთობოდიო და რაღაცა იბიცაზე დავდიოდი ყოველ წელს მეგობრებთან ერთად არაფერი არ გვაკლდა და ლობსტერებიც და ვერავითი ყოველ ჯვირიან ჩაპანური და შემდეგ მაგრამ ესე იგი იმის გამო რომ რაღაცა არა მარტო სასმელით ვერთობოდი მეორე დღეს პრაზზე ვერ გავხვალ ვერაფერს ვერ შეიგრძნობ იმ სიხარულს რაც იქ არანაკლები ლამაზი ზღვა ვიდრე ბალიზე მაგრამ არ ზღვა მინახია და არც პრაზი და ასე ბევრი ის ცხოვრებისეული სიხარული რაც აუცილებლად სანახავია. ნახე ანუ ჩვენ გვიყურებს ადამიანების ის ასაკი YouTube-ზე სხვათა შორის ეგ არის ძალიან კარგი. ხედავ ასაკს. ხო. ეხლა არის ესეთი პერიოდი, ცუდი პერიოდია სამწუხაროდ იმ ხრივ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის რაღაც კლუბური ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი. ამ ხალხს რას ურჩევდი? როგორც გამოცდილი ამ საკითხში. აი მე ესე იგი თბილისში ვინც ის კლუბურ ნარკოტიკს ჯობია არ ცადოს, იმიტომ რომ ძალიან საშინელებაა. ეს არის თალიფეხი, აი ჯოჯოხეთში გაქვს, რომელიც ეგან რო ვისაუბრეთ რომ საფოთხე ჯოჯოხეთი ასეულს თუ არა, აი მალ ნამდვილად ჯოჯოხეთში მოხდება, იმიტომ რომ არაფერი სიამოვნება მაგაში არ არის, მაგას ჯობია სასმელი დალიო და ისე გაერთო ნამდვილად ვიდრე რაღაცა ამ თბილისში რაც საშინელი რაღაცაები იყიდება, იმის გაკარება ნამდვილად საშიშია და ისე ვურჩებდი ისედაც იცი რა ოღონდ ეგ ძალიან დამრგებული და ვთქვათ მანამდე მე რომ მინახია რომ ვიღაცა ეხლა ჩემთან შედარებით ასაკიანი ადამიანი ამბობს რომ აი მე საერთოდ არ გაეკარო და ფიზელი ცხოვრება არის ყველაზე ძალიან დიდი кайფი და რაღაცა ისა და მეგოიმებოდა და ამიტომ სტანდარტული ფრაზები ხო ის ხო და ისე რომ მაგიტომ არის საინტერესო შენი რჩევები იცი რომ პირდაპირ საქართველოში სასმელი ჯობია მიიღო და მე ისე საქართველოში კლუბში ვთქვათ რა ესე ჟარგონზე ვთქვათ რომ მიგულავია ყველაზე კარგად კაი მთვრალი როცა ყოფილ ვარ მაშინ გავთობილ ვარ ისე რომ ისე ჯობია აქ ნაყიდ რაღაცა ნარკოტიკს რომ ძალიან საშიშია მართლა იმიტომ რომ ღმერთმა იცის აიყიდება აი ღმერთმა იცის შიგრა არის გარეული და ისე ძალიან საშიშია იმის მიღება კი ბატონო ისე რომ ჯობია არ გაეკაროთ მართლა საქართველოში არ გაეკაროთ თუ ზოგადად აი ისე როდესმე ალბათ უნდა გაეკარო თუ იცი რომ ნამდვილად კაი ხარისხის არის და რაღაცა არა და ისიც არა საქართველოში. ისიც არა საქართველოში. კი ბატონო. ოჯახი რატო არ შექმენი? ჯერ ყოველ შემთხვევაში. რა ვიცი ეს ოჯახზე ფიქრი კიდე აი ესე ვერ დავჭვიანდი მაგ ისე რომ ოჯახის შექმნაზე მე ვფიქრა, ოჯახი კიდე რაღაცა აი ეს რაღაცა თითქოს ის ვალდებულება ხო არ არის ხო რაღაცა ეგ ჩემ ბავშვობიდან ესე გავიზარდეთ რომ რაღაცა ეს ცოლი უნდა მოიყვანო ისიც იმის გულისთვის რომ მე რაღაცა სიბერეში წყლის მოწყობებელი ყავდეს თუ რაღაცა ეგეთი ეხლანდელი ახალგაზრდობას რომ უყურებ შეიძლება წყალი მოგაწოდოს კი იგივე ისე რომ შილი რომ ყოლოდა მე რა ვიცი ისევ ჩემი საშენი უნდა ყოფილიყო ესე რომ ესე არ გიფიქრია? აი როგორი мама იქნებოდი ან ხო და რა ვიცი აი დიდი იმითი რომ აიმე ახლა მამობის სურვილი და რაღაცა ეგეთ საერთოდ არა მაქვს რაღაცა ზოგი იმას რომ უყურებ ხოლმე ვთქვათ შოუ ბიზნესის წარმომადგენელს რომ რაღაცა აი ამ ბავშვებს რომ იშვილებენ თუ იმიდან რა ვია რაღაცა პრაბირკიდან რო აჩენენ იმის რა ვია უთქვათ ორი ტყუპი რო გაგიჩნდება ერთნაირი ღმერთმა იცის მისგან არის გაჩენილი და რაღაცა და თვითონ შენი რო არის რაღაცა უნდა გავზარდო და კიდე ისიც ღმერთმა იცის რა გაიზრდება მოკლედ მაგის დიდი მოთხოვნილება არა მაქვს მე დაგისვავ მიყოს მაგ საქმეში პროფესიონალი ვიღავი მეგონი დავწერით თან აი ადრეო კარგავ თამადობდიო ხო აი შენ საყვარელი სადღეგრძელო რო თქვა თუ შეგიძლია აბა გიორგი კოკაიას ქვის გაუმარჯოს წარმატებები ვუსურვოთ ჩემთვის დიდი პატივი აქვს მოყვეთ რა მე ძალიან მიყარია და წარმატებული ესეთი ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი რო აი ესე შენით მუშაობ აკეთებ საქმეს და რაღაცა შენით მიაღწიე ბევრ რაღაცას წარმატებებს ვისურვებ კიდე ბევრ ცხოვრებაში და შენს გადაცემას მადლობა დედას რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში დედა ჩემს უდიდესი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ეხლაც დედასთან ერთად ვრჩები, ნუ ვცხოვრობ, ესე შეიძლება ითქვას. და ნუ ძალიან მიყვარს და აი ეს თითით საჩვენებელი დედაშვილობა გვაქვს, დედის ერთა გვაქვს, ვარ და ძალიან მიყვარს და უდიდესი როლი აქვს მართლა ამასობაში, ბევრ რამეში. კი ბატონო. ეხლა შენ ამ აქედან რო გადახედო რა, მაშინ სადაც ცხოვრობდი, ეგ როგორი ადგილი იყო? საბჭოთა კავშირზე მაქვს საუბარი. იცი რა მე საბჭოთა კავშირი ისეთ დროს დამთავრდა რომ მე პატარა ვიყავი პრინციპში და
აი ერთმა ვთქვათ ტაქსის ძღოლს მოვყავდი და მერე უკვე ვეღარ გაუძლებდიო რომ ანუ ის შეზღუდვები რაც იყო რაღაცა რომ ყველა ერთად ერთ აზრზე უნდა ყოფილიყო თუ რაღაცა ცოტა ფერი და რაღაცა ხო აი ციფრო შეიძლება და რაღაცა საშინელება ხო ნუ საქართველოს ყველაფერი კეთდებოდა მაგრამ არავის არაფერი არ აკლდა თან ვითომ არაფერი არ იშოვებოდა აქ ყველაფერი ეცვა და ცნობილი იყო რომ ის ესე იგი ჩამოტანილი არ ვიტყვი ახლა მაგრამ ცნობილი საზღვაო ანსამბლები ესე იგი დასასრულით ჩამოდიოდნენ რაღაცა და ნუ საქართველოში იმდენი ფული ტრიალებდა იმდენი რომ ნუ მთელ იმას რა ქვია დანარჩენ საბჭოთა კავშირს ეყოფოდა და ამიტომ ძალიან კარგად ცხოვრობდით აი ერთადერთი გულდასაწყვეტი ეგ არის რომ ძალიან მდიდრად ვიცხოვრეთ რა და მე უკვე გაგიჭირდათ ეგ ბნელი 90-იანი ხო და უცბად ეს ფული ვიღაცებს რო აი ვთქვათ მამა ჩემს შენახული ქონდა იმაზე რა ქვია ბანკში რაღაცა 50000 მანეთი თუ რაღაცა და ერთ დღეში გაუფასურდა დარჩა 0-ზე და ეს კაცი მეძიძღება ეს გულამ რომან გოცირიძე რო არის აი ეს ხო აი მე საშინელი მანეთას რო ეძახიან ხა ხო ხო კუპონას ეძახოდნენ ანუ მაშინ იმიტომ რომ მაგან შემოიღო კუპონები რომლებიც ესე იგი უცბად აი ეს მანეთები რომლებიც მანამდე ფული იყო ერთი მანეთი იყო ისა რა ქვია 80 კაპიკი იყო $1 წარმოიდგინე და უცბად ეგ გახდა კუპონი რომელიც ამ კუპონად 50000-ად ვერ იყიდიდი ერთ პულს აჰა მე რა მაინტერესებს ესე ახლა უცებ პოლიტიკოსზე გამახსენდა რამოდენიმე პოლიტიკურ შეხვედრაზე გნახა ხალხმა ხო და შემდეგ საზოგადოების რაღაც მცირე ნაწილმა დაიწყო შენი ბულინგი ხო ამ დროს რა ხდებოდა შენ თავში და რას ეტყოდი ამ ხალხს ეგ საშინლად გადავიტანე ეგ პერიოდი ესე იგი აი მაგ ესე იგი ჩემ ბავშვობიდან თქვათ აი იცი რა რო დაიწყო გაყოფა აი პირველი დამოუკიდებელი გავხდით თუ არა ზვიადიზმი რო დაიწყო და რაღაცა ანტიზვიადიზმი კიდე ესე იგი რომ ვინც იმას პროვინციალ დიქტატორს ეძახოდა თუ რაღაცა ნუ ეს ბუნდოვნად მახსოვს ბავშვობაში მაგრამ აი ეს გაყოფა ესე იგი გვახასიათებს თურმე ისედაც ან დამოუკიდებლები რაცაც და ამ ჩემი ესე ვთქვათ უცბად პოლიტიკური სტატუსის რომ მანამდე რომელიც არასდროს არ მქონია რომ რაღაცა ვთქვათ ქართული ოცნების იმას დავეწარე ღონისძიებას და უცბად ბულინგი დაიწყო თან აი ეგეთი რამე კიდე ადრე არ ხდებოდა რომ თქვათ სოციალურ ქსელში ვინმე პირადში მოეწერა გინებები და რაღაცეები და ზოგი ახალგაზრდა გოგოც რაღაცა ისე და ისეთ საწყენი იყო ისე და პასუხობდი ნერვიულობდი გავიციდი სათითაოდ რაღაცა და ათასობით იყო ამ დროს მონაწერი ესე იგი დაუთვლელი რამდენიმე ესე ვთქვათ ჯენზი კიდავი მეგობრე ხა მე რო ჯენზი ვიყავი თავის დროზე ეგეთი უნდა რომ აი მაშინდელ 90-იანებში ქერაჩეღებელი თვე დავდიოდი ხო და ისე რა ქვია რაღაცა განსხვავებულობა და არ მე რაღაცა ვითომ იმისი ევროპა არ მინდა და რუსეთი მინდა თუ რაღაცა სისულელე ისა რუსეთი ვის უნდა რუსეთი არავის არ უნდა მაგრამ ჩვენც გვინდა რუსეთი საქართველოს მე რომ მკითხო იმისთვის გვინდა რომ გასაღების ბაზარია კარგი რუსკი არა იძინახო კი არა იცის და უნდა გაწეწო და გაუშვა გამოიყენო და ისა იმისი ხმარება კაი იქნება ის რომ ბევრი ფული დაახარჯინო და მე ტაშ ისე გააცილო ვითომ ზაგარაფერი ეგ არის რომ მართლა დედა უტირო თქვა ვიდრე ისა რა ქვია ლოზუნგებით რაღაცა ბრძოლა იმიტომ რომ გასაღების ბაზარი არა გვაქვს აი იმ გასაღების ბაზარით იყო საბჭოთა კავშირის დროს აი ჩვენი ღვინო ყველაფერი გიждდებიან ქართველებზე იქ და ისა რა ქვია ისე გამოვიყენოთ ყველანი ჭკვიანურად ცხოვრებაში ჩვენმა ქვეყანამ და ყველა პირად ცხოვრებაშიც რომ საკუთარ ხეირზე ესე ვთქვათ მე რა ამჯერა ისე შენ უპასუხოთ არავის არ დატოვები სავარაუდოდ ხო ვედი პასუხებს და რამდენიმე ეგრეთ წოდებული ჯენზი რომლებიც მაშინ მიტინგზე დადიოდნენ ესე იგი და მემაგინებდნენ ესე პირადში რომ როგორ გავყიდე და შეთავისუფლების სიმბოლო იყავი და ირაკლი ჩარკვიანი ორ ცოცხალი რო იყოსო რა სიტყოდაო ეხლა რომ შენ ქოცი ხარო რა ირაკლი შენი აზრით ეხლა ირაკლი ჩარკვიანის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ ნიკუშა შენგელაია და ეკა ჭიჭინაძე და დათო ევგენიძე და ისინი ოცნების მხარეს არიან თუ მაგაზე წავიდა მაინც და მაინც ბარსაგეუნები ყველაზე ახლო მეგობრები ნიკუშა შენგელაია ეკა ჭიჭინაძე ახლა ხშირად ატრიალებენ ხოლმე ჩემი საყვარელი მეგობარია და არაჩვეულებრივი ქალბატონია ძალიან ლამაზ და მის მეუღლე სოფიკო ჭეულელიშვილი მადლობა ღმერთს რომ მაშ პატარა რო ვიყავი სოფიკო ცოცხალი იყო იქ სტუმრად რომ მივდიოდით ხოლმე ნიკუშა საქსაფონზე უკრავდა და ერთად ბენდი უკრავდნენ იქ ნიკუშასთან სახლში და ეკასთან მაშინ დავმეგობრდი და ირაკლისთან ერთად ყოველდღე დავდიოდით და ისინი თუ ოცნების მხარეს არიან ესე იგი რა გოიმები არიან თუ რუსეთუეები თუ რაღაცა არ ვიცი და ირაკლი კიდე მაგათ უახლოეს მეგობარი იყო ისე რომ აუცილებლად ოცნების მხარეს იქნებოდა გასაგებია ანუ სოციალურ ქსელში მოდაში შემოვიდა ეხლა ეგ რაღაცა იარლიკების აკვრა და მე უკვე ამ ადამიანების გაშავება რა ხო და ამას ვინ აკეთებს და ვის ჭირდება შენი აზრით არ ვიცი ვიღაცა ადამიანები არიან ვისაც ესე გონია რომ მაგალითად ეხლა
ჩვენს ქვეყანაში ძალიან ისეთი დიდი რამ მოხდა, როდესაც პატრიარქი შიო აირჩიეს, ამ თემაზეც იყო აბა ანუ ეგ ჯერ აი მიჭირს საუბარიც და მეორე ანუ რატო ვაკეთებენ ამას ვერ ხვდები? მამაშალასაც ვკითხე და რაღაცა გამცა პასუხი, მაგრამ შენ რას ფიქრობ? მე რა ვიცი ადამიანები არიან რომლებიც მაგასაც ხვდებიან რომ რელიგია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართველებისთვის ხო რა თქმა უნდა და ამიტომ რელიგიის შეურაცხყოფით საკუთარ პოპულარობას იხვეჭენ ჩემი აზრით რა ვიცი და ყურადღებას იქცევენ აი ეს არის ალბათ ბევრად უფრო მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემებია ვიდრე მე ბალიზე გავიარე ეს ხალხი ხო ნუ ბალიზე არა ბალიზე რას უშუალეს ისე რა ქვია მან ძიმე ფსიქიატრიული ის არის რა ქვია ჩასატარებელი რა ქვია მაგათი იმის თვითონ ფროიდი რო გააცოცხლო და კარლ იუნგი იმათი ის რა ქვია და ჰიპნოზი ვერ უშუალეს მაგრამ არიან ანუ ტიპაჟები რომ აი ესე პირადი შეურაცხყოფით და ისა ზოგი ისეთი გოგო მწერდა მე პირადში რომ შევედი და დავათვალიერე რაღაცა ნორმალური ადამიანია და ისეთი ცუდი სიტყვებით იგინებოდა რომ მე ესე იგი პირიდან არ მომივიდოდა და ნუ აი რაღაცა ძალიან სიცხულია თქო ისე რა ქვია რომ ქართველი გოგო აი როცა მაგ სიტყვებს იძახი თვითონ ხარ ეგეთი თქო რაუბერი გაჩერდა არ ვიცი მე აღარ მინახია ეგ თქვა ეგ იმიტომ რომ ის რა ქვია პასუხებს იწერებოდნენ იმის დედამატირე ესე იგი საიდან ამხელა წარმოსახო არა ხო არა რო ამდენი უზრდელობა და ამდენი რაღაცა დაგროვილი და რაღაცა ეს რაღაცა რო გონია რომ ეს თანამედროვეობაო რომ ქართველი გოგო აი ამისთან სიტყვებით იგინება ნახე შენ რო ვიდეოებს წერდი ხოლმე რა ეხლა ამ ბოლო დროს ნაკლებად მაგ დროს არ ფიქრობდი რომ აი ჩემი ვიდეოებს ნახავს აი სიტყვაზე ბავშვები თუ არ გიფიქრი ამას მაგაზე ნამდვილად არ მიფიქრია მე ანუ მე გეტყვი ხარ რომ საიდან ხრიდან გესაუბრებ მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე როდესაც გადაცემაში ანუ ვაკეთებ გადაცემას ეგეთ რაღაცები დავფარო რა გადაცემაში აი ახლა მე ვცდილობ რომ არც ერთი უზრუნველყოფილი სიტყვა არ ვთქვა ხო არა მაგრამ აი სოციალურ ქსელში როდესაც ანთავსებდი ამ ვიდეოებს არ ფიქრობდი მაგ დროს თუ მაგ დროს ცოტა სვანაირი იყო რომ აი ეს ჩემი ლაივები რაღაცა და მაშინ ლაივებს იშვიათად ვიღენ მე თავდა ხოლმე და რა თვიზე მომადგებოდა იმას ვიცახოდი და მე ეს პოპულარული ხდებოდა და ამას ჭრიდნენ და იმის ვარიანტი გამომდიოდა ეს ამოჭრიან ახლა აი ზორნი რო იყვნენ კი აუ ძალიან კაი ხალხს აუ ძალიან სასაცილო კი გულში რაღაცა ის ნახე მაგათი ნაწყვეტი უცბად რაღაცა რილსი შევხვდა და ძალიან გასართობი იყო ნამდვილად ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული ხარ და ეხლა ბოლოს YouTube-ზეც დაიწყო სტუმრობა. ხო. რას ერჩოდი ნინო ჩხეიძის სუნამოს ეგ მაინტერესებს. ისე არ ვიცი მაგ გადაცემაში რომ ვიყავი, აი ეგ იყო ფალიდან რო ჩამოვედი, იქ ამის ვითომ აი ესე დამარიგეს რომ ესე იგი ერთი ჭიქა დასალების რა ქვია სასმელის დალებაც არ შეიძლება, თორე რაღაცა ამ ეს საშინება დაგემართება ესე რაღაც წელი ამბავი. მან იყო პირველად დავლიეთ თან დიდი რაოდენობით და ესე იგი რაზე რა ვილაპარაკე როგორც მაიცის და ნინო ჩხეიძის სუნამოს რას უნდა ვერჩოდე ნეტა იმიტვით ჩამახედა ვინც ნინო ჩხეიძის სუნამოს დაიწყებს თორე ის რა ქვია არ ვიცი მათ უკან არ მივდივარ ეხლა ქართველი ისე გვაკაწყობილი ვითომ საქართველოს ცხოვრება ეხლა ნინო ჩხეიძის სუნამო გვაყოლ და დანარჩენი ყველაფერი გვაქვს რა ვიცი სორი მაგრამ ისეთ რო და ქართულ შოუ ბიზნესს აჭირს შენი აზრით ახლა 2020 ქართული შოუ ბიზნესი კიდე რაღაცა იმაშია სტაგნაციაშია ესე იგი უბედურ დღეში აი ეს ახალგაზრდები რო 90-იანი წლების სიმღერებს უსმენენ რომელიც ჩემ ბავშვობაში რო ვიძახი რომ ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობდი თქო მაშინ იყო გოიმობა მაგ სიმღერების მოსმენა და ეხლანდელი ახალგაზრდობა რატო უსმენს ამ ქართულ ესტრადას 90-იანი წლებისაც ვერ გავიგე ეს რა გონი აღარ იქნება მე რაღაცა ეგეთი ისა ერთი ახალი სიმღერა არ შექმნილა მართლა და ან ახალი რაღაცა ანუ ტრიალებს ყველაფერს ქოვერი ესე ვთქვათ რა ხო ძველები და ახალი არაფერი არ იქნება და არც ახალი პოპულარული არაფერი გამხდარა და ეგ სტაგნაცია თუ რის ბრალი არ ვიცი. ნუ ცოტა ალტერნატიული მე მგონი რაღაცა ესენი არსებობს კიდე რაღაცა მიმდინარეობები რომლებიც პოპულარულია, კაია კატა და მამა ფლექსი და რაღაცა. ბატონო, უსმენ რომელიმე? არ მომისმენია ასეთი, მაგრამ აი ეს. მე ვფიქრობ მამა ფლექსი შენ მოგეწონება. ხო, არ ვიცი უნდა მომისმინო ეს. უნდა მოისმინო, კი, ჩაწერის პერიოდი უნდა მოусმენიოთ მამა ფლექსი აუცილებლად, იმიტომ რომ ვფიქრობ ხო, სტეფანეს რაღაცა ვიდეო შევხვდა რომ ჩვენი დუეტი იქნება ეხლა ერთად თუ რაღაცა და ეტყობა საინტერესოა რამე არ ვიცი. კი ბატონო, YouTube-ზე თუ უყურებ ვინმეს ეგ მაინტერესებს, ბოლოში რო გავიდით. თან სასაცილოს გეტყვი YouTube-ზე ვუყურებ პოლიტიკურ პოდკასტებს. ხო, პოლიტიკურ პოდკასტებს, ხოია პოლიტიკური პოდკასტი YouTube-ზე.
Georgian Times-ის პოლიტიკურ პოდკასტს უყურებ, მე მალყას გულაშვილთან ერთად, ესე იგი და მაქსიმ შევჩენკო ყავს ყოველ სტუმრად. პოლიტიკა გაინტერესებს ისე? კი, ალბათ სოციოლოგია რო დავამთავრე თუ რაღაცა ამასობაში ბავშვობაში კიდე სკოლაში ვიყავი, აი ინტერკლუბის საერთაშორისო ინტერკლუბის თავმჯდომარე თუ რაღაცა და პოლიტიკური ინფორმაცია უნდა ყოველ 20 შაბათს თუ აღარ მახსოვს რომელ დღეს უნდა გამომეტანა ხოლმე და პოლიტიკურ ინფორმაციას ვაკეთებდი მთელ სკოლაში. და რაღაცა იმისა და სულ ჩართული ვარ ჩემდა მიუხედავად და ალბათ სოციოლოგიას რო დავამთავრე რაღაცა ჩემი მაინც სპეციალობა პოლიტიკური მეცნიერება და სოციალური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე რაღაცა ინტერესი მოკლედ არ გამყრალა და ვუყურებ ხოლმე და ასევე ფსიქოლოგიურს და რაღაცა კიდე იზოთერიკა მაინტერესებს ისე მიტაცებს ანუ და ვთქვათ რაღაცა მისტიკა და ის სუაი ბავშვები და რაღაცა თუნდაც ფილმებიც მომწონდა ისეთი რომ ცოტა რაღაცა ამ ქვეყნიური ყოფილიყო შიგნით და ისე რომ მაგ ინტერესში ჩავჭი. ზალიკოს ხო არ ვნახავთ პოლიტიკაში? რა ვიცი ერთვენ ერთ დღეს არ არის გამორიცხული არ ვიცი თუ მსახიობებზე და ცნობილ პერსონებზე წავიდე ზელენსკი ხო მაგრამ იმიტომ რომ აი ვთქვათ ზელენსკის ძველი ვიდეოები რო ნახოთ ესე იგი არ ვიცი ვისაც აქვს ნანახი ის მე მასანკანელი ვარ აქედან 95 კვარტალი თუ რაღაცა რაშიც გამოდიოდა და იქ თავისი იყო ეგ 95 კვარტალი ხო და ის მონაწილეები მაგ იმის შოუსი არიან დღევანდელი პრემიერ-მინისტრები და რაღაცა მაღალი თანამდებობის პირები უკრაინაში და სასაცილოა ხო რა ეხა ეგეთი ამბავი უკრაინაში რას ფიქრობ? იქ დაუმთავრებელი ამბავი და ძალიან ცუდი ამბავია მართლა და ძალიან ცუდი რაღაცა შემთხვევით მოვიდათ და დღესაც ძალიან ცუდი ამბავი ხდება და დაუმთავრებელია კიდე რაღაცა და ძალიან საწოდაობაა და არასწორი პოლიტიკის ბრალი ხო არ იყო რომ მე ეგრე ხო არ ფიქრობ აი ზელენსკი როა პრეზიდენტი რა თქმა უნდა ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში ზელენსკი და რისი გულისთვისაც მოვიდა თუ თავიდან როგორც დაიწყო და მე როგორც გააგრძელა და ის რაც დღეს ხდება კიდე და ვის ხელშეწყობითაც აი ეს გაუთავებელი ომი და ამდენი მსხვერპლი და ის ამერიკაში ვიყავი ეგეც ტაქსში ვიჯექი ბლექსუვი გამოვიზარხე ბლექსუვი არის ვერავის ყველა ზურიანი ის და ამ ჯიპში ვზივარ და ეს ძღოლი მეუბნება რომ საიდან ხარო და მეთქე აი მე ამას გაუვიდა you will not know Georgia it is far away ვეუბნები და I know და ვაიმე ისა you have a war in 2008 აი ვიფიქრე ახლა ის დაიწყებს რაღაცებს და ისა და ზელენსკი უკრაინაში ზელენსკისო ისეთ სიტყვებით შეიგინა ამ ძღოლმა ამერიკაში რომ თავისი ქვეყნის ბავშვებს ხოცავსო იმისთვის რომ ფული გააკეთოსო მაგისი ასეო და მაგისი ისეო ამერიკაში მოკლედ ნიუ-იორკში მძღოლი იგინებოდა ისე რომ განწყობა მთელ მსოფლიოში რაც ყველგან ესი არ არის რომ რაღაცა გმირია და უიდა თავის ქვეყანას დრაის გმირია ხო საშინელება მოუწყო თავის ქვეყანას გენოციდი ისე რომ ჩემ გადაცემაში აუცილებლად მინდა რომ პოლიტიკაც ჩართო ხო შენ გადაცემაში გინდა რომ პოლიტიკა ჩართო ხო ანუ პოლიტიკურ თემაზე რომ რაღაცა ვთქვა ნუ აჰა და შენ საახლობლოში თუ გამოჩენილა ესეთი ადამიანი აი შენი პოლიტიკური ასე ვთქვათ აქტიურობის შემდეგ რომ რაიმე პრეტენზია გამოუხატავთ შენს მიმართ საახლობლოში არა ის რაც გითხარი რომ აი პრეტენზიები ეს მე SMS-ები გასაგებ მე შინაურებზე საუბრობ ესეც ანახლობლებიც არიან ერთი ორი ვთქვათ ვინც სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ეხოთ ეხავს რა თქმა უნდა მაგრამ მეორე პოზიციაზე გახარ იდექი მეორე პოზიციაზე არა ეს რომ მტკივნეული დონით ჩემთან არ მომხდარა მაგრამ ვიცი რომ ადამიანებთან აი იგივე ადამიანებს თქვათ ვიღაცასთან მოსuliათ და ნუ მე ვთქვათ ისე გამომიყვანია ეს მომენტი რომ ადვილად და სხვადასხვა გეტყობა საუბარში ესეთ პირდაპირ ვიდეოები რატო ქონდა ხოლმე სულ მაინტერესებს ეს კითხვა რა იმ დონეზე მიდის ეგეც რომ ისა რა ქვია საწყენი არ რჩება კი არა რაღაც დონეზე კი ბატონო მოკლედ მე მაინტერესებს რუბრიკა გვაქვს ესეთი გადაცემაში ტოპ 5 ხო ზალიკო ბერგერის აზრით საქართველოში ტოპ 5 დიზაინერი ვინ არის ტოპ 5 დიზაინერი არ ვიცი მე საქართველოს დიზაინერი აღარ არის ვინ მაშინ ავიღოთ მთლიანი ისტორიის მანძილზე ისტორიის მანძილზე ძალიან გამიჭირდება გამორჩება რომელი პირველი რომელი მეორე ჩემი სიმპათიის მიხედვით მეხუთე ადგილზე არა მეხუთე მეოთხე ესე ჩამოვთვლი ვთქვათ შანელი კრისტიან დიორი საქართველოს გასწრდი ესე იგი და მსოფლიოზე ხო მსოფლიო არ მითხარი საქართველო აბა ისეთი დიზაინერები ყავდა ეხლა ისა რა ქვია მსოფლიო დავანგრიეთ რობერტო კავალი რომელიც ძალიან მიყვარს და ვიცნობდი და ვერსაჩი და გუჩი.
კი ბატონო, ესე მარტივად გაზრდა ისე თქვა, მე ვფიქრობ საქართველოში იპოვნი და 5-ს, მაგრამ მე არა, მე იმის არ გამიჭირდებოდა ეს. თუ 5-ი არა, 5,000-ია, მაგრამ 5 სამორჩება გაგიჭირდებოდა. ხო. კარგი და ბოლოს რას ურჩევდი ჩემ გამომწერებს? შენ გამომწერებს ურჩევდი, ვიყურო, ნიხალისონ, შემეცნებითიც იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი, გადაცემა, იხალისებთ კიდეც და გამოიწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რაც უფრო კარგები იქნებით კომენტარებში კიდევ უკეთესი და გამოიწერეთ ჩემი არხით ასევე მერე უკვე. ბატონო, აუცილებლად იქნება მიუთითებ, როდესაც გააკეთებს. კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებ და წარმატებები, ბევრი სპონსორები ამ გადაცემას და ჩემსაც და ასე შემდეგ. გაიხარე. მომავალ შეხვედრაზე. წინსვლა და წარმატებები.